პირველი კონცერტი რომ მქონდა თბილისში ყაზბეგში მქონდა მგონია ჯერ მარგარიტაზე მე კლუბურ კონცერტზე ვიტყვი ხო ისეთი რამ მოხდა რომ ადამიანები იჯდნენ ნახევარ სიმღერას მოусმინეს თან თბილისში ხდება ყველაფერი ჩვენ ხო ქუთაისიდან ვიყავით და აბაშიძე დასათვილ ხო ყოფილი კინოთეატრი თბილისი ყაზბეგი ქვიოდა კლუბს თუ რაღაც კი. და მაგარმა ადამიანებმა აი იქ ბევრი მეგობარი შევიძინა იმ დროს და რაფერი რამე იყო იცი ნახევარ სიმღერას მოусმინენ აუტყდა ციცილი გავარდნენ მე კოლექტიურად ფოიეში და იქ კიდე ერთმანეთზე ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ ჩვენ ვაგრძელებდით დაკვრას მე მეორე სიმღერის ნახევრს მე შემევიდნენ კიდე დაждდნენ გვიყურენ კიდე აუტყდა ციცილი კიდე გავარდნენ მე გამოგვირთეს აპარატურა მე ვიღაცა თბილისელმა იჩალიჩა და ბიჟოკი ეგრეთ წოდებული მოგვიტანა და ბენზინი გაქრა რატომ ბიჟოკი და რაღაც სასწაულები ხდებოდა რა და ასეთი კონცერტები ახლაც მაქვს მაგრამ რაღაცა ადამიანები ვერ გებულობენ რაღაცა მქონდა ერთხელ კონცერტი ანუ თბილისის აუდიტორია სადა ბანკის კონცერტი იყო რომელიღაც კორპორატიული კონცერტი იყო ანუ რობი კორპორატიულზეც შენ უკრავდი უკვე იქ მოხდა მაგდა აი ჯერ იყო და ქალაქის მასშტაბით თბილისის ბანკის სასტავით რომელიღაცა ბანკის იყო და ნორმალური კონცერტი იყო მაგრამ მეორე იყო რეგიონებიდან ჩამოსული და აი იმ ხელა გაუგებრობაში ამოყო ყველამ თავი ხო ქსაში მე კი არა მაგ რეგიონია ქალაქი დიდად ახლა განსხვავდებოდეს მაგ ერთი მეორესგან მასშტაბურად შეხედო არა მაგ არაფერი არ განსხვავდება რა ხო და აი რაფერი იყო ცოტა შიო და ცოტა რაღაც დალევა უნდა და რამდენ წაიღენ პირის საჭმელთან იმნაირი სიტყვები გეიგონეს დაიბნენ ხო და ვერ წარმომიდგენია რობი ეხა ეგეთ სიტუაციაში რაღაც აი კორპორატიული ყოველთვის არის რომ რობი კუხიანიძე გეტყვი რა მოხდა დაგვიძახესო დიმ პიტაური და ჩვენ მივედით და კაცი მიცოცხლე ანუ ეგეთ რაღაცებს ვღეროთ